გადავხედოთ სოფლიო მედიას, გადავხედოთ იმ ჭრილში, რომ რას წერენ ისინი საქართველოზე. ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ მალე პოპულისტი მემარჯვენე ლიდერები ევროკავშირის მასშტაბით ძალაუფლებას მოიპოვებენ და მას შემდეგ საქართველოსთვის წითელ ხალიჩას გაშლიან. აი ამის შესახებ წერს გამოცემა The Economist სტატიაში სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აკრობს. ამ სტატიაში არის ნათქვამი, რომ ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობისკენ გზა გრძელი და რთულია და როგორც ჩანს, საქართველოს ქართულმა ოცნებამ სწრაფი და სწორი გზა არჩია. 6 ნოემბერს პროკურატურამ 8 წამყვანი ოპოზიციონერის და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით საქმე აღძრა. ერთი კვირით ადრე ქართულმა ოცნებამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სამი უდიდესი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა, წერს გამოცემა და სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა თითქმის გადაწყვეტილი საკითხია. სასამართლო სისტემა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო ქართული ოცნების კონტროლის ქვეშ არის საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის მიერ დაარსებული მართველი პარტია ქართული ოცნება ხელისუფლებაში 2012 წლიდან მოვიდა, თავიდან მისი წინამორბედის განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის მიერ განსაზღვრულ პროევროპულ კურსს მიყვებოდა. ამას შედეგი 2023 წელს გამოიღო, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მანამდე ევროკავშირმა ეს უკრაინისთვის და მოლდოვისთვის გააკეთა, მაგრამ საქართველოსთვის პროცესი გადავადდა. მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების გამო, ნათქვამია სტატიაში. სტატიის თანახმად დასავლეთთან უთანხმოების და დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესების ნიშნები უკვე არსებობდა. პარტია ქართული ოცნება ოდესღაც სხვადასხვა პარტიების კოალიცია გახდათ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებისა და ამბიციების იარაღად ქცეული დღეს. მაღალჩინოსნებმა LGBT ჯგუფებზე ზეწოლა დაიწყეს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელურმა ეკლესიამ. საქართველოს დადო პირობა, რომ რუსეთს დასავლეთის სანქციების თავიდან აცილებაში არ დაეხმარებოდა, თუმცა თავად სანქციების დაწესებაზე განაცხადა უარი. ევროპიდან შემოbrunებამ რუსეთზე მზარდ დამოკიდებულებას ხელი შეუწყო. ფურცელზე ქართული ოცნება კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული რჩება, მაგრამ თვლის, რომ ამის გაკეთება საკუთარი პირობებით შეუძლია და არა ევროპის. ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ მალე პოპულისტი მემარჯვენე ლიდერები ევროკავშირის მასშტაბით ძალაუფლებას მოიპოვებენ და შემდეგ საქართველოსთვის წითელ ხალიჩას გაშლიან. აი ეს არის აღნიშნული ამ სტატიაში, ეს არის ბოლო და სამწუხაროდ არაუკანასკნელი სტატია, რომელსაც გავლენიანის The Economist აკვეყნებს. იყო დრო და არც თუ შორეულ წარსულში, როცა მსოფლიო მედია ყოველგვარი ზედმეტი მარკეტინგული ჩარევის გარეშე საქართველოზე სტატიაზე აკვეყნებდა, როგორც რეგიონის გამორჩეული ქვეყანა რეფორმების და დემოკრატიის მემართულებით. მერწმუნეთ, ეს გაცილებით უკეთ და ეფექტურად მუშაობდა ქვეყნისთვის. ეს ამბავი ვიდრე ეკონომიკის არნახული ზრდა და სხვა უსახური პარამეტრებით თავის მოწონება.